სტატისტიკა საკმაოდ გაზრდილია და შეიძლება ითქვას, რომ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, იმიტომ რომ პირველ კვარტალში წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით არის 20%-ით გაზრდილი საგზაო შემთხვევები, ასევე დაღუპულთა რიცხვი და 18%-ით არის დაშავებულობა გაზრდილი. ზოგადად არ არის ხოლმე მოულოდნელი ესე რომ ვთქვათ ოდნავ მატება ან კლება, იმიტომ რომ თუ წინა წლების სტატისტიკას, წლიურ სტატისტიკას გადავხედავთ, აი ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ გარკვეული პარამეტრი იმატებს, ოდნავ ან იკლებს და ეს არ იყო კატასტროფული მაჩვენებელი ნამდვილად, თუმცა საგზაო საფრთხეობა ისეთი სფერო და საკითხია, რომ მუდმივად თუ არ ვიმუშავეთ და არ დავაინვესტირეთ ამ სფეროში, როგორც ადამიანური, ასევე ფინანსური რესურსებით, ეს თავისით ვერ მოგვარდება და ეს არის შემთხვევითობა თუ რაღაც დაბალანსებულია და ერთ ადგილას დგას. შესაბამისად ეს 20%-იანი ზრდა ვფიქრობთ, რომ უკვე საგანგაშო მაჩვენებელია იმ ნაწილში, რომ ბუნებრივი ეს მოგვარებადია და შემცირებადია, მაგრამ აქ სახელმწიფო უწყებები აქტიურად უნდა ჩაერთონ ამ ნაწილში. სხვა შემთხვევაში ჩვენ ზაფხული წინა გვაქვს და ზაფხულში მოგეხსენებათ, რომ იზრდება საკმაოდ მობილობა და შესაბამისად რისკი იზრდება საგზაო შემთხვევების მოხდენის. ამიტომ ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ ეს მიგვეწოდებია საზოგადოებისთვის და მათ შორის გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის მათი ყურადღება გვინდა მივიპყროთ და მოგეხსენებათ თქვენ რომ ქვეყანაში არის საკოორდინაციო რგოლი, რომელიც უწყებათა შორის კომისიას კურირებს და უწყებათა შორის კომისიის როლი არის ზუსტად ის, რომ მათი შეკრებებით და მათი ესეთი განხილვებით სწორედ მიმოიხილონ რა ხდება რა ვითარება არის ამ კუთხით ქვეყანაში და რა უნდა გაკეთდეს სწრაფი ტემპებით იმისთვის, რომ შემცირდეს მსხვერპლი გზებზე. შესაბამისად, აქ ბუნებრივია მთავარი არის დღის წესრიგში დადგეს გადაწყვეტილებების მიმღებ პირთა ეს საკითხი, ეს სტატისტიკა და უკვე შემდეგ ბუნებრივია ამის დაგეგმვა ეს არ მგონია რომ წარმოადგენდეს რაიმე დიდ გამოწვევას, იმიტომ რომ ჩვენ როგორც ქვეყანას გვაქვს გამოცდილი თუნდაც ამ დიდ გამოწვევებთან ესე ვთქვათ შერკინების და წინაწლების გამოცდილებაც გვიჩვენებს იმას, რომ ჩვენ შეგვიძლია გავმკლავდეთ მსხვერპლის შემცირებას. აი მაინც რა არის ეს მთავარი გამოწვევები, რა კომპონენტები არის, რომლებსაც განსაკუთრებით აქტიურად არის სამუშაო იგივე სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან, რაც ახსენეთ თქვენ წეღან? ის სტატისტიკა, რომელიც ჩვენ გვაქვს, ვერ ვიტყვი, რომ აბსოლუტურად სრულფასოვანი და სრულყოფილია, რადგან მოგეხსენებათ შეგროვება მათ შორის სტატისტიკის არის მეტნაკლებად ხარვეზით და ეს ჩვეულებრივია ჩვენნაირი კატეგორიის ქვეყანაში, აქ კი არა სხვა ქვეყნებშიც უჭირთ ხოლმე ესი დაზუსტებით, მაგრამ ის რაც გვაქვს, პირველ რიგში ბუნებრივია უნდა გამოსწორდეს სტატისტიკის შეგროვების ხარისხი აიწიოს, მაგრამ ის რაც გვაქვს უკვე ეს არის სიგნალი იმისა, რომ სწრაფი მოქმედება არის საჭირო. მაგალითად, თუ პირველ 3 თვეში ჩვენ დაგვეღუპა უკვე 112 ადამიანი საგზაო შემთხვევაში და 1763 დაზიანდა, ეს ნიშნავს იმას, რომ ყოველ დღე საგზაო შემთხვევით ვიღაც იღუპება ქვეყანაში და 58 ადამიანი იღებს დაზიანებას. ახლა ყოველდღიურად რომ ჩვენ ეს გადავთვალოთ და წარმოვიდგინოთ, რომ სტატისტიკა, ციფრები და რიცხვები ხო არ არის ადამიანები შესაბამისად ნამდვილად რაღაც გასაკეთებელი გვაქვს და ეს ყველას ეხება არა მხოლოდ საჯარო მოხელეებს, არამედ თავად ჩვენ ვინც ვართ მონაწილენი, იმიტომ რომ ჩვენი არასწორი ქმედებით ხდება საბოლოო ჯამში ეს და თითის გაშვერა მხოლოდ ერთი მიმართულებით მე არასწორი მგონია, იმიტომ რომ ჩვენ როგორც საზოგადოება ჩვენც გვაქვს ჩვენი ვალდებულებები და ჩვენ ვქმნით საგზაო იმ რეალობას, რაც ჩვენ გვაქვს გზებზე. ხო ასეა, თუმცა კანონები, აღსრულება, ინფრასტრუქტურა, გამართული სატრანსპორტო საშუალებები და კოორდინაცია ამ საკითხების ბუნებრივია სახელმწიფოს წილია და მისი პასუხისმგებლობაა. რა იკვეთება სტატისტიკაში? ფეხით მოსიარულეები არიან მაღალი რისკის, ჩვენ ამას ყოველთვის ვამბობთ, რომ ქვეითი და ველომომხმარებელი არის მაღალი რისკის კატეგორია საგზაო მონაწილეთა შორის, თუმცა ამ შემთხვევაში ყოველი მეორე არის ფეხით მოსიარულე დაღუპული, რაც ნამდვილად წარმოუდგენელი არის და დაზიანებების მიმართულებით ყოველი მეოთხე გამოდის ფეხით მოსიარულე. რას გვეუბნება ჩვენ ეს მონაცემი? იმას, რომ ქვეყნის მასშტაბით
დარღვევები არის მაღალი, ეს როგორც ქვეითების მხრიდან, ასევე მძღოლების მხრიდან და ინფრასტრუქტურის პრობლემა გვაქვს, იმიტომ რომ ქვეითს ჩვენ უნდა მივცეთ ის უსაფრთხო ინფრასტრუქტურა, კარგ ნოტაზე შემილია ვთქვა და პოზიტიურ ჭრილში, დედაქალაქში რაც კეთდება ბოლოს, ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ ის ბოლო რეკონსტრუქცია გზების რაც წლების განმავლობაში ვხედავთ ეს რა თქმა უნდა განგრძობითი პროცესია, მაგრამ იმედის მომცემია ის რომ ნებისმიერი ახალი მონაკვეთი გზის რომლის რეაბილიტაცია ხდება, შუქნიშნებით არის აღჭურვილი ზებრა გადასასვლელებით და გადასასვლელიდან გადასასვლელამდე მანძილები მცირდება ქვეითებისთვის, რაც ნიშნავს იმას, რომ უსაფრთხო ხდება ნელ-ნელა, მართალია, მაგრამ ტენდენციას ვხედავთ. რა ხდება რეგიონებში ამ კუთხით? ჩვენ ვერ ვხედავთ ამ განვითარების ეტაპებს და ეს მართლა შემაშფოთებელია. ამიტომ თბილისის მაგალითზე აუცილებელია რეგიონებში ინვესტირება საგზაო ინფრასტრუქტურის ნაწილში. თუ რასაკვირველია, ჩვენ გვსურს, რომ ამ პრობლემას მივხედოთ დროულად. აი სიჩქარის გადაჭარბების შემთხვევებზე რა სიტყვით რამდენად ხშირია? აი ქუჩებშიც კი თვალსაჩინო არის ხოლმე, რომ წარმოუდგენელი სისწრაფით მოძრაობენ მანქანები ცალკეულ შემთხვევებში. აი ამის სტატისტიკა თუ არსებობს დაახლოებით დარღვევების. რასაკვირველია, სიჩქარის გადაჭარბების წლების განმავლობაში არის წამყვან გამოწვევად და სიჩქარის გადაჭარბება იგივე ქვეითებთან კავშირშია, იმიტომ რომ შეჯახების დროს სიჩქარე თუ დაბალია, შეიძლება აირიდო ეს საგზაო შემთხვევა ან მცირე დაზიანებით მოვიფარგლოთ და სწორედ ესეც იმას მიანიშნებს, რომ სიჩქარე არის წამყვანი და ლიდერი დარღვევა და ყველაზე მაღალი მსხვერპლის მომტანი. შესაბამისად, ის ინფრასტრუქტურა, რომელიც იგეგმება და გზები შედარებით ვიწროვდება, სიჩქარის ლიმიტების შემცირება არის ძალიან მნიშვნელოვანი, სასკოლო ზონების მოწყობა იმისთვის, რომ ჩვენი ბავშვები იყვნენ დაცულები. იქ სადაც ფეხით გადაადგილდებიან, აი ძალიან მნიშვნელოვანია რომ გაკეთდეს ამ ტიპის ინტერვენციები და ასევე რაზეც საუბრობთ და ძალიან გულშემატკივრობთ ამ საკითხს, ქულათა სისტემის ადმინისტრირება კამერების მეშვეობით და გასაგებია რომ ყველა დარღვევის გაკონტროლება შეიძლება რთული იყოს და ქულები ძალიან სწრაფად ამოეწუროთ მძღოლებს, რამაც უკმაყოფილება გამოიწვიოს, მაგრამ სიჩქარის გადაჭარბება ეს არის ისეთი დარღვევა, რომელიც აუცილებელია რომ გაკონტროლდეს კამერების მეშვეობით. სხვა შემთხვევაში ისედაც კომენტარიც ვარ გავაკეთოთ, აი წლების გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ვერ რაღაცა ვერ ვაჯობეთ ამ ესე რომ ვთქვათ დარღვევას და თუ ჩვენ შევხედავთ დაჯარიმების ნაწილს, წლის განმავლობაში 1.5 მილიონზე მეტი დაჯარიმება არის, ჯარიმაა გამოწერილი სიჩქარის გადაჭარბებაზე, რაც უკვე გასაგებია არასთან გვაქვს საქმე. მინდა გითხოთ აი მართვის მოწყობის აღების გამოცდის გამკაცრებაზე. აი მას შემდეგ რაც ქალაქის ნაწილი დაემატა, მიზანიც ხო ის იყო, რომ უფრო მომზადებულები გამოსულიყვნენ ახალბედამძღოლები გზებზე. შეიცვალა ვითარება ამ თვალსაზრისით, ანუ რეალურად ისინი არიან უფრო მეტად მომზადებულები იმისთვის, რომ უკვე მიუსხდნენ საჭეს, ვიდრე როცა პირდაპირ მოედნიდან მოდიოდა მაგალითად მძღოლი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადადგმული ნაბიჯი იყო, ეს რასაკვირველია, არაერთი მძღოლის გამგზმენია ჩვენ მათ შორის ახლობლებისგან ძალიან გულწრფელად უკავშირი რომ გართულდა და ეს კარგია იმ ნაწილში რომ უკეთ მომზადებულები მიდიან თეორიული ნაწილის ჩავარების პრობლემა არ არის ჩვენ ვიცით, მაგრამ რაც დაემატა, დიახ, უკეთესი მზაობა არის, ბუნებრივია. მე ვერ გეტყვით ესე განყენებულად მხოლოდ ამ ნაწილს სტატისტიკაზე რა ასახვა შეიძლება კონდეს, იმიტომ რომ ეს სფერო არის მეტად კომპლექსური და სწორედ ამას იმის თქმა მსურს რომ მხოლოდ ერთი ინტერვენცია მიუხედავად იმისა რაც არ უნდა კარგი იყოს და ესე რომ ვთქვათ სწორი ნაბიჯი იყოს, მხოლოდ ერთი არ არის საკმარისი საბოლოო სტატისტიკისთვის და ამ შედეგისთვის კომპლექსურად და აი მე ერთი მაგალითი მინდა მოვიყვანო, სხვათა შორის ვფიქრობდი ბოლო წლებში ჩვენ როდის გვქონდა აი ესეთი მიღწევა, ესე რომ ვთქვათ საგზაო უსაფრთხოების კუთხით და ეს 2017 წელს სტატისტიკის ნაწილში 12-15% შემცირდა დაზიანებები და დაღუპულთა ოდენობა გზებზე. რატო? იმიტომ რომ წინა წელს სახელმწიფომ შეიმუშავა საკანონმდებლო პაკეტი
როდესაც ქულათა სისტემა შემოვიდა, სიჩქარის გადაჭარბებაზე კონკრეტული გამკაცრებები იყო, საკანონმდებლო ცვლილებები იყო, სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ნასვამობა. ანუ ეს იყო ერთიანი პაკეტი, ეს არ იყო მხოლოდ ერთი ნაწილი და ჩვენ როგორც სამოქალაქო სექტორმა დიდი ყველა ჩართულები ვიყავით, თუ შეიძლება ესე ითქვას, რაღაც ერთობლივი ძალისხმევით ვაკეთებდით, პარლამენტში ვიცავდით ამ, იმიტომ რომ გჯეროდა, რომ ეს მართლა შედეგის მომტანი იქნებოდა და ასეც მოხდა. შესაბამისად, აი ეს უკვე ჩვენ შეგვიძლია ჩვენი გამოცდილებებით ვიხელმძღვანელოთ და აი ხა უკვე ამდენი წლის შემდეგ ბუნებრივია კონკრეტული რაღაცები გაკეთდა და ამის უგულებელყოფა არ შეიძლება, მაგრამ ზუსტად იმის გამო, რომ ჩვენ გვინდა ესეთი მყისიერი შედეგი და სტატისტიკა ამას გვეუბნება, რომ ლოდინი აღარ გამოვა, ჩვენ უნდა გავაკეთოთ და უწყებათა შორისი კომისია კიდევ ერთხელ მინდა ვახსენო, იმიტომ რომ მათი ფუნქციონირების და მათი მუშაობის ეფექტი სწორედ ეს არის თუ ყისიერად შეიკრიბნენ და აბა რას ვაკეთებთ ამისთვის რომ წლის ბოლოსთვის გავაუმჯობესოთ. სხვა შემთხვევაში აზრი გულისხმობთ რომ პერიოდულად სჭირდება ამ კანონს თუ კანონმდებლობას გადახედვა, გამკაცრება გარკვეული პერიოდულობით თავიდან. რასაკვირველია ჭირდება ყოველთვის იმ კანონს, თუნდაც ქულათა სისტემა, რომელიც თავის დროზე იქნა მიღებული, როდესაც წლების მანძილზე ვხედავთ რა ჩავარდნებია, რა ხარვეზებია. ბუნებრივია ამას ჭირდება ძალიან მდგრადი და თანმიმდევრული მიყოლა. ამაზე ვსაუბრობთ და ყველა ქვეყანას თავისი სპეციფიკა აქვს, ყველა თავისი მენტალიტეტი აქვს, ამიტომ როგორც მუშაობს ეს ჩვენ საზოგადოებაზე, როგორი რეაგირება ხდება ჩვენი საგზაო მოძრაობის მონაწილეთა ხო აი იმის მიხედვით ბუნებრივია ჩვენ უნდა ვადაპტირდეთ, მაგრამ არა ხანგრძლივად დაველოდოთ ამას, არამედ სტატისტიკას მივყვეთ და ამის მაჯისცემა მოვისმინოთ.